ჩემი მეუღლე და ბავშვი ვიყავით სახლში და როცა მდინარე მოვარდა, ვიყავი მეორე სართულზე და უცებ მოხდა ეს, მოხდა რაღაცა აი 5 წუთში. რო წამოვედით, აი იმდენად შოკირებული ვიყავი, აღარც მდინარე, მიუხედავად იმისა, იქვე ვიყავი იმავე უბანში, აღარც მდინარე, აღარც ხალხი, აი რა ხდებოდა, საერთოდ არაფერი აღარ დამინახია. როცა დავბრუნდით მეორე დღეს, ნასახლარი იყო, ორსართულიანი სახლიდან და მიწიდან უკვე აღარაფერი აღარ არსებობდა. აი დაახლოებით ალბათ 5 წუთი დრო, რომ უკან ყოფილიყო, გადარჩენის არანაირი შანსი აღარ იქნებოდა. ნივთებზე იმდენად არ ვდარდობ, ახლა შეიძლება ცოტა ისე მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენი სარცევი სურათი არ დავჭრა. ნივთებს რაღაცა შევიცეთ დროთა განმავლობაში. 10 წლის გქონდა. სოფელში გავუშვით, იმიტომ რომ იმდენად სტრესში იყო, რომ ვერ შეგნა რომ აქედან წასული. და დღიური ვნახეთ სახლში რა დაწერა იმ სახანოს. წერდა რომ 13 რიცხვს წერდა. აქა ვცხოვრობ ვერის ნაპირში, მდინარე ადით და რაც მოხდა ყველაფერი აღწერა და ბოლოს დაწერა რომ არასოდეს არაფერზე არ უნდა იტარდე. თამარია რომ ღმერთმა სიცოცხლე გვაჩუქა. სხვანაირად აღვიქვავდი და 10 წლის ბავშვი ამას უფრო სხვანაირად აღვიქვავდა. თავარია რომ ცოცხლები ვართ.